2025 წელი საგრძნულად ნაყოფიერი გამოდგა საქართველოს კუდოს ფედერაციისთვის, საგრძნულად მოიმატა შედეგებმა. თითოეული ეს სპორტსმენები, რომლებიც ესე იგი მონაწილეობენ საერთაშორისო ჩემპიონატებზე და მოემატათ ის შედეგები, რა თქმა უნდა და ის დონე, რომელსაც მაგალითად ახლა შეგვიძლია წავიდეთ რამდენიმე წლის უკან, როგორი შედეგები ქონდა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი ამაგი აქვს მწვრთნელებს და რა თქმა უნდა, იმ გულშემატკივრებს, რომლებიც ასე ვთქვათ ამხნევებენ ჩვენ სპორტსმენებს. თითოეული სპორტსმენი, რომლებიც მაგალითად ახლა რამდენიმე წლების უკან ფაქტიურად ჩვენთან გაიზარდნენ და რო უყურებთ ახლა რამხელა განსხვავება არის, ხედავთ ესე იგი თვითონ რამდენად აფასებენ ამ შრომას და ჩამოყალიბებული სპორტსმენები შედგნენ. ჩვენ კუდოისტებს, ჩვენ სპორტსმენებს, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვესაუბრებით, ურჩევთ, რა თქმა უნდა და იმ გზას უთითებთ, რომ აუცილებელი არის არა მარტო სპორტული მხრივ განვითარება, ასევე განათლების მიღება. ეს უკვე მათ აძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო უკეთესად, ასე ვთქვათ, განვითარდნენ და წინ წავიდნენ. ბევრი ჩვენი სპორტსმენი, აღზრდილი სპორტსმენი ჩაირიცხა სახელმწიფო უნივერსიტეტებში, რა თქმა უნდა და შესაბამისად ძალიან კარგი შედეგები აქვთ. ჩვენი რჩევა პირველ რიგში არის, რა თქმა უნდა, დისციპლინა. დისციპლინის გარეშე, რა თქმა უნდა, არაფერი არ გამოვა. აუცილებელი არის, რომ ესე იგი თვითონ სწორად დაგეგმონ, რა თქმა უნდა, ის სპორტის მიმართულებას, ვარჯიშის, რა თქმა უნდა და სწავლაც, რომ არ ჩამორჩნენ არც სპორტში და არც განათლებაში. რასაც ახლა უყურებთ ჩვენ, საგრძნობლად წარმატებულები არიან, ასევე როგორც სპორტში, ასევე განათლებაში. პირველ რიგში ძალიან აუცილებელი არის, რომ თვითონ, ასე ვთქვათ, ის შესაძლებლობები, რაც მათ გააჩნიათ, რომ სწორად გამოიყენონ და თვით რეალიზება განახორციელონ. მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენ და ჩვენი გუნდი, რომ ყველანაირად ხელი შეუწყოთ, რომ მათ ასე ვთქვათ, განათლებაშიც სათანადო შედეგები დადონ.